რაც შეეხება ტრადიციულად ჩვენ გავაკეთეთ წლის საუკეთესო მათემოტორსელი და წლის საუკეთესო მათემოტორსელად ჩვენ დღეს დავასახელეთ. მოგესალმებით, მივესალმოთ მთელს საქართველოს, მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს. მაყურებელი ძალიან ბევრი ყავთ. უყურეთ როგორ არის. კომპანიაში, სადაც მუშაობთ, ყოველთვის უნდა იყოს დაფასებული. ყველაფერი უნდა გააკეთოთ კომპანიაში იმისთვის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას თავი შეაყვაროთ. რითი თქვენი საქციელით, ამაზე ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ. და ყველაზე დიდი პრესტიჟი და თქვენ მშობლებს გაუხარდება ეს ის იქნება, თუ რამდენი ხნის სტაჟი გააქვთ კომპანიაში. მოდი დღეს ჩვენ ყველაზე ერთ-ერთი სტაჟიანი ჩვენი მათემოტორსელი, სულით და გულით მათემოტორსელი, ჩვენი თანამშრომელი დათო გაგუა დღეს დავასაჩუქრო. დათო, მოგესალმები. დათო არის, მათე არის 23 წლის. შენ რამდენი წელია მათემოტორში მუშაობ? მათემოტორში რამდენი წელია? 22 წლის თანამშრომელია დათო გაგუა. კაცმა, რომელმაც ვიცნობდი მის ოჯახს, არის სამტრედიელი, კარგი ოჯახის შვილი, ლადო გაგუას შვილი და მამა რო გარდაეცვალა, მის შემდეგ არის ჩემთან და 23 წელია კაცი ჩვენს კომპანიაში ისე მუშაობს, რომ მასზე ერთი შენიშვნა არავის არასდროს არ მიუწია. დათო, გისურვებ ყველაფერს კარგს, კარგი კაცი ხარ, კარგი ქართული ოჯახი აქვს და ამიტომ შედეგიც დადგა ბატონო დათო. შედეგი დადგა, ხო ხედავ. კომპანიაში შედეგი ყოველთვის არის და ამიტომ ჩვენ დათო გაგუა დავასახელოთ მათემოტორსის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომლად და ამას გილოცავ კიდე ერთჯერ. ეს არის სიგელი, რომელიც მამაშენს ძალიან გაუხარდებოდა და აქ არის სიგელი, რომელიც შენ ხარ საუკეთესო თანამშრომელი მათემოტორსის და ეს მინდა ყველამ ნახოს. უყურე როგორ არის. ეს ვისაც აქვს ჭკუა, უფრო მეტი ღირს ვიდრე ფული. ახლა ამას მოკიდე ხელი. ახლა კონვერტი. ნახე რამდენი სიმძიმე ნახე. მაგრა სიმძიმე. ხო ხედავ მძიმეა კონვერტიც. აი ეს კონვერტი კიდე, ეს არის თანხა, რომელიც მას შეიძლება 3 წელი ეს თანხა ყველა ერთად არაუღია, მაგრამ დათო ამის ღირსი არის და კიდევ ერთჯერ გილოცავ ამ დღევანდელ დღეს და ეს არის ფული კი არ არის ჯილდო. ჯილდო ის არის, რაც ჩვენ ამ კომპანიისთვის გააკეთე, ბევრი რამე გააკეთე და ყველაფერ კარგს გისურვებ. კარგი ქართული ოჯახი აქვს დათოს. რაც შეეხება ტრადიციულად ჩვენ გავაკეთეთ წლის საუკეთესო მათემოტორსელი და წლის საუკეთესო მათემოტორსელად ჩვენ დღეს დავასახელეთ ზვიადი ნაჭყებია. აი უყურე, ეს პატარა ბიჭი მოვიდა, არავის ეს არ მოუყვანია, თვითონ მოვიდა და იმ დონეზე თავი შეგვაყვარა ყველას, რომ ადამიანი, რომელსაც 100% შეიძლება ნდობა გამოუცხადო. აი ეს არის ზუსტად მშობლების პატივცემა და მე მათ დედას, მამამ, მშობლებს დიდ მადლობას ვეუბნები, რომ აი ესეთი შვილი გაზარდეს და ვინც ჩემი ნათესავია, ჩემი კრუგია, ჩემი ახლობელია, ვისაც მე ვიცნობ, ყველას ესეთი შვილი გაეზარდოს და ეს სიგელი კიდევ სიგელი როგორ დათოს უთხარი იმის არ იყოს, ეს სიგელი უფრო ძვირია დღეს ვიდრე თანხა. ესე რა გიორგი? ეს არის სიგელი, რომელიც შენს ოჯახში მუდამ იქნება. ჩადები. დათო ხო იცი ყოველთვის მაინც ის მეგრული ისა აქვს, მაინც ზახოდები გაიგე და მაინც კონვერტს უყურებს, კონვერტში რამდენი ფული დევსო, ის კარგია, ხო? მაგრამ ესეც კარგია, ხო? იმ კონვერტში ჩაგვედო ფული ხო არ ჯობდა? შენ ძიმეა? ძიმეა, შეიძლება ჩავხედო? არა, შეიძლება შენი საქმე არაა, შენი დრო მოვა. კიდევ ერთჯერ გისურვებ წარმატებას. აქ ზუსტად ის თანხა, რომელიც გამოყო კომპანიამ შენთვის და დათო გაგუასთვის და გისურვებ წარმატებას. ერთი რამ იცოდეთ, რომ კომპანია აფასებს ადამიანს, ვინც არის შესაფასებელი. კომპანიაში შეიძლება რაღაცა გითხრან და მეწყინა გეწყინის დრო არ არის. თქვენ ხართ ახალგაზრდები და ისეც არაფერს არ დაგავალებენ, რაც
მიზანშეწონილი არ იყოს. აქ რა ადრე ადექი გვიან დაჯექი მოიმსახურე, კარგად გაყიდე და კომპანიას თავის შეაყვარე. მეც თქვენ აქ არაფერს არ გეტყვიან და არაფერს არ სწავლობთ ისეთ. გისურვებთ წარმატებას. ძალიან კარგი დღეა დღეს, იმიტომ რომ ეს თქვენთვის არის დღეს მაგალითი და ყველა ახალგაზრდისთვის არის მაგალითი, რომ თქვენ შეფასებულები ხართ, დაფასებულები ხარ და საუკეთესო მათემატორსელები ხარ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ეს ჩემი სიტყვა უფრო ძვირია, ვიდრე ის თანხა, რაც თქვენ წლების განმავლობაში ღებულობთ. ახლა მე და ნინი გავაგრძელებთ კომპანიის შესახებ. თავისუფალი ხართ. მანქანები გაყიდეთ ბევრი, რომ ბევრი თანხა მიიღოთ. ნინი, მოგესალმები. მოდი, ნინი, შენ ამბობ, რომ გეუნებიან ნათესაები, მეგობრები, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი კომპანია და შენ ძალიან კარგი კომპანიაში მუშაობ. უყურე როგორ არის. როცა კომპანია არის წარმატებული, იქ ურჩევნია ყველას მუშაობა და დედასაც და მამასაც. ჩვენი კომპანია 30 წელია წარმატებული კომპანია, მაგრამ ზოგჯერ ხო იცი როგორ ხდება, ზოგჯერ ესეა, ზოგჯერ ისეა და ხარვეზები ყოველთვის არის, ხან მოწონხარ, ხან არ მოწონხარ და ნუ ეს სხვა თემაა, ეს ახლა ძალიან კარგად ვიცით ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. კი ბატონო, ჩვენ ზუსტად იმას ვაკეთებთ, რაც დღეს ადამიანებს ჭირდებათ და მოდი შენ გაქვს რაღაც შეკითხვა დასასმელი თან, ავტომობილებიც დავათვალიერებიოთ ჩვენს მოსახლეობას. ბატონო გელა, თქვენ იმდენად საინტერესო პიროვნება ბრძანდებით, რომ ყოველთვის შემიძლია გკითხოთ აზრი. თუმცა დღეს გკითხოთ ბიზნესის შესახებ. მაინტერესებს, რატომ უნდა იყიდონ ავტომობილი მათემატორში ჩვენთან და არა სხვაგან. პირადად თქვენგან მაინტერესებს ეს. უყურე ნინი როგორ არის. შენც გეუნები და მთელ საქართველოს ვეუბნები, რომ რატომ უნდა შეიძინონ ავტომობილი მათემატორში. უყურე, ჯერ ერთი მათემატორში არის, როგორ მოგწონს? ძალიან. კარგი მანქანა გიო? მოგწონს? დიახ. მერე ბებიას დაურეკე და უთხარი მიყიდეთქო, თორე ფული ფუჭდება, ხო ხედა? ფული შეიძლება შეცვალონ და ჯობია გიო ავტომობილი იყიდოს, ხო? თან დიდარი ბებია ყავს. მოდი, კი ბატონო, გავაგრძელოთ. უყურე ნინი, რატომ უნდა იყიდო მათემატორში ავტომობილი? პირველი, მათემატორში არის ასარჩევად ავტომობილები. აქ მოხვიდე და შენ ავტომობილი ვერ შეარჩიო, ესეთი არ არის. ჩვენ ზუსტად ის ავტომობილები გვყავს, რომელიც დღეს საინტერესებს და უნდა. რა თქმა უნდა, 90%-ს ვაკმაყოფილებთ. უყურე, არის კი ბატონო. უყურე, არის მათემატორში და არის სხვა კომპანიებიც, ხო, მაგრამ ბაზარზე მანქანის ყიდვა ცოტა ძნელია, რთულია. რატომ? მე ვიცი ეს. ახლა არის შეიძლება კაი მხატვარი იყოს, კაი მწერალი იყოს, მაგრამ ავტომობილი არ იცოდეს, ხო? ზუსტად ამ ადამიანებს უნდა ურჩიოთ, რომ ჩვენთან იქნება თუ სხვაგან იქნება, ცენტრში უნდა იყიდო მანქანა, სადაც პატრონი ყავს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პროფესიონალები ამ საქმეში. კი ბატონო და უყურე როგორ არის ბაზრობაზე ვინ კოდი გადაკეთებული, წლები მიმატებული, ჩამოყრილი კიდევ რამდენი გავლილი აქვს ავტომობილს და ეს ჩებიან მოტყუებული. და მოტყუებული ჩებიან 90%. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღე. თან უყურე როგორ არის, თან მე ჩემთან მოდიან და ნახულობენ ვინ კოდებს, მაგრამ მე გვიანაა. მე ბაზრობაზე იმას ვერ ნახავ და რომ ნახო გეტყვის რატომ შეიძინეო, ხო? კი ბატონო. სწორედ რომ. კი ბატონო, ამიტომ მათემატორში იმიტომ უნდა იყიდოს ავტომობილი, რომ აქ ჩვენ პასუხს ვაგებთ ყველანაირად. შეიძლება რაღაცა ჩვენ ხარვეზე იყოს ჩვენთანაც, მაგრამ იმ ხარვეს უთუოდ გამოვასწორეთ, დაჩქარებული წესით გამოვასწორეთ. სწორედ ამიტომ ყავს ბევრი კონკურენტი. და ბევრი რო არ გავაგზავნო და შორს არ წავიდე ბატონო გელა, რას ფიქრობ თქვენს კონკურენტებზე? უყურეთ როგორ არის. რამდენად ბევრი კონკურენტი ყავთ? უყურეთ როგორ არის. მე ყოველთვის როგორც ბიზნესმენი 30-40 წლის გამოცდილება მაქვს, ხო? შენ წარმოიდგინე ჟიგული, ნოლადინი, ბაბუაშენს რო ყავდა ნოლადინი, აი იქიდან მე ავტომობილს ვყიდი. შენ როგორ ფიქრობ?
გინდა შევარდნაძის დროს, გინდა იმ დროს, გინდა ამ დროს მე დეპუტატი ვერ გავხდებოდი, მაგრამ დეპუტატი არასდროს არ გავხდებოდი. თუ გავხდებოდი, ცოტა ზევით გავხდებოდი, ხო? დეპუტატობა ჩემთვის არაფერი არ არის, იმიტომ რომ მე ისეთი სკოლები მაქვს დამთავრებული, ისეთი უმაღლესი სასწავლებელი მაქვს, იმდენად დიდი გამოცდილება მაქვს, დეპუტატობა ჩემთვის არ არის შესაფერი. მაგრამ რატომ არსად არ წავედი და ავტომობილები რა? აი ეს ძალიან გვაინტერესებს. აი უყურე, რატო ავტომობილები? იმიტომ რომ ბაბუაშენიო განაგონი მაქვს კარგი კაცი იყო და განათლებული და ესე გეუბნებოდა თქვენ შვილიშვილებს. პური მე პურემ უნდა გამოაცხოს. როცა შენ იცი ეს სფერო, აი ამ სფეროში უნდა იმუშაო. თუ შენ ხარ ტრანსპორტნიკი უნდა მოგდე. თუ ექიმი ხარ, ექიმი უნდა მოგდე. აი უყურე როგორ არის. ჩვენს ქვეყანაში საერთოდ ხო ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არის ესე. მაგალითად, ექიმი ხარ და პროკურორი ხდები, იურისტი ხარ და რა ვიცი. მოდაშია ხო ბატონო? როგორ? მოდაშია. მოდაშია ხო არა რა გაგ დამთავრებული მოდაში არ არის და მე იმიტომ ვამბობ რომ თუ ვინმეს აქვს სინდისი, ნამუსი, ღირსება და კაცობა, რა არის კაცობა? რომ გითხრან იმ სამსახურში იმუშავეო, გარბი ხარ და მუშაობ, საერთოდ განათლებაც არ გაქვს არაფერი, სად მიდიხარ? სირცხვილია ხო ეს ტრადიციული ქვეყანაა, ამიტომ შენი საქმე უნდა აკეთო. მეც ეს ჩემთვის რა არის, ჩემთვის არის ხობიც, ბიზნესიც და ვინც ცხოვრების სტილი. ცხოვრების სტილი. მე ან ამ ცენტრში, ან ბათუმში, ან ქუთაისის ცენტრებში, ან ერევანში, ან დუბაიში, ან ჩინეთში, ჩემ ცენტრებს არ მივაკითხო. შეიძლება მოგდე, ჩემთვის დასვენებაა, როცა სამსახურში მოვდივარ და მე ისე მოვკვდები და ისე გადავაბარებ ამ ყველაფერს მათეს, რომ მე ვიქნები მათე მოტორში. იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად გიყვართ თქვენი საქმე. კი, ეს ჩემი პროფესიაა და ეს ძალიან მიყვარს. როგორ შეიძლება ბიზნესი განვითარდეს ავტოსფეროში და რას ურჩევთ მომავალ თუ მოქმედ ბიზნესმენებს? აი უყურეთ. მე მინდა ვთხოვო ხელისუფლებას. როცა ხელისუფლება დადეს ჩინეთში და სხვადასხვა ადგილებში, მე რო ვიყო პირველი პირი არასდროს პარლამენტარებს არ წავიყვან. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. არასდროს პარლამენტარებს არ წავიყვან და წავიყვან წვრილ ბიზნესმენებს, წვრილებს. ის პარლამენტარები ყველა ბიზნესში და ყველა მისი საქმე. და კიდევ საქმისთვის მიდიან, ხო? საქმისთვის. რომ თავიანთ ბიზნეს შემატონ ახლა არ მინდა ზღაპრის მოყოლა, მე რო ვიცი მაგათი ისტორია ისე თვითონ არიციან, ხო? თქვათ, ყველა ერთმანეთზე უკეთესები არიან პარლამენტარები. თავიანთი საქმე აქვთ და თავიანთი საქმე იციან იმათმა, მაგრამ მე ვიტყოდი ესეთ რამეს, მე რო ვიყო პირველი პირი, დაუძახებდი, ხო? დაუძახებდი ბიზნესი როგორ არის, წვრილი, საშუალო და დიდი. დიდს არ დაუძახებდი, არც საშუალოს არ დაუძახებდი, დაუძახებდი წვრილს და წავიყვანდი. აიგე? და ვაჩვენებდი იქ რა ხდება იმ ქვეყანაში და ხალხს გავაცნობდი. აი ეს წვრილი თუ არ გადიდდა, ქვეყანას არაფერი არასდროს არ ეშველება. ეს დიდი ყოველთვის დიდი იყო და ეს დიდი ვინაა? დიდი არის სახელმწიფო, ხო? და სახელმწიფოში შემავალი ის ტიპები, ვინც იმ თავრობაში, ამ თავრობაში და მომამთავრობაშიც იქ იქნებიან, იმიტომ რომ შეეჩვიან. არ არის ისეთი ადამიანი, ვინც ამათ ეტყვის, რომ თქვენ ახლა წადით ახალგაზრდა თაობა არის ეს ახალი დამწყებები, ხო? ეს ახალი დამწყებები უნდა წავიყვანოთ და მას უნდა შეუწყოთ ხელი, რომ გახდნენ პირველები. ეს არის ბიზნესის პრიორიტეტი კი არა, ესეთია ეს ბიზნესი, ესე უნდა იყოს. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. გეთანხმებით. მადლობთ. და ბოლა შეკითხვა თქვენთან. ხართ თუ არა კმაყოფილი თქვენი ბიზნესით დღეს? აუღორე, ზოგადად ჩემი ბიზნესით 16 წლიდან ავტომობილს ყიდი და მე ჩემი ბიზნესით ყოველთვის კმაყოფილი რატო არ იცი? რასაც ვერ წაგართმევენ, ის სკამი არის ყველასთვის დროებითი, ხო ხედავ? ორშაბათს ყველა სკამი არ არსებობს მუდმივი. სკამი არის ან ერთთვიანი, ან ხუთთვიანი, ან ერთწლიანი, ან ხუთწლიანი, ხო? აი იმ სკამის შემდეგ უბედურება იწყება, ხო? ამიტომ უნდა იცოდე, რომ ეს დროებითი სტატუსია ეს სკამი. ამიტომ ეს სკამი არავინ არ უნდა გააბლატავოს. სკამი ვინც გააბლატავდა, ზოგი იქ არის, ზოგი იქ არის და ზოგი საერთოდ არ არის. იმიტომ რომ ეს სკამი აბლატავებს ადამიანს. გოიმებს აბლატავებს, თორე წესიერ ხალხს არასდროს არ გააბლატავებს სკამი, ხო? ძალიან ბევრი არიან ღირსეულები, ვინც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ ისე, როგორც ქვეყანას ჭირდება და მას მივესალმები. და პრინციპებით ცხოვრობს. რა თქმა უნდა. რაც შეეხება
ჩვენს ბიზნესს, ჩვენი ბიზნესი არის ესე. ჩვენ ყავს საუკეთესო ავტომობილები, ეს არის ჩვენი ახალი პიკაპი, გიო, ვაჩვენებთ მოსახლეობას. ეს არის პიკაპი და ჩვენ ამას დავტესტავთ ალბათ ხვალ. ეს პიკაპი არის Toyota-ზე და Mitsubishi-ზე 30 სანტიმეტრით უფრო დიდი. Toyota-მა გაყიდული 1000-ობით, Mitsubishi-ც. და ორივე ერთმანეთზე უკეთესი ავტომობილია, მაგრამ როცა აგრძალეს ამის შემოყვანა, ჩვენ აგვიგზალეს, სხვა გამოსავალი არ ქონდა. ვიარეთ და ორივეზე უკეთესი ავტომობილი მოვძებნეთ, იმიტომ რომ ისინი არცეთი არ არის Euro 5 და Euro 6, ეს Euro 6-ია, თან ის დიზელია, ეს არის გიბრიდი, რომელსაც საერთოდ ხმარა აქვს. თან, მოდი გიო, თან ამის კომფორტი ვერასდროს ვერ შევადარებ ვერცეთ ავტომობილს, იმიტომ რომ შეხედეთ ეს ჩვენ 1000 ავტომობილიდან ავირჩიეთ. ეს არის საუკეთესო ავტომობილი და ყველანაირად რო პლუს დაუწერდა ყველანაირად რო აი თავისი დამტენი და თავისი ყველაფერი. ეს ავტომობილი არის, აი უყურეთ როგორ არის გიო. აი ეს 30 სანტიმეტრით უფრო დიდია Toyota-ზე, როგორც აი ესე სიგრძეშიც და უფრო მაღალია და მეტი კომფორტულია. ერთი სიტყვით მოდით, აქ არის კიდევ ჩვენი გაყიდვების მენეჯერების ოთახი, რასაც დათო ხელმძღვანელობს. დათოს აქ შექმნილი ძალიან კარგი გარემო, არის ახალგაზრდა გუნდი და ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, ხო? ჩვენ ინტერნეტი არსებობს, ინტერნეტიდან ვღებულობთ ახალ ინფორმაციას. მე ჩვენ თვითონ უნდა მოვიფიქროთ, ჩვენ თვითონ უნდა მოვიგონოთ და უნდა შევქმნათ ახალი რამ ყოველდღიურად. აგრეთვე ახლა ჩვენ მაგალითად არ ვიცი, აი ალბათ მოსახლეობა უყურებს შენ რამდენ ავტომობილს ყიდი დღეში. თბილისშიც, ბათუმშიც და ქუთაისშიც. მოკლედ რომ ვთქვა თუ კონკურენტოები ვართ. აუ უყურე როგორ არის. კონკურენტი არის ძალიან კარგი. კონკურენტი არის ზუსტად ოღონდ კარგი კონკურენტი. წესიერი კონკურენტი, ჯანსაღი კონკურენტიო. ბაბუაშენმა რო იცოდა, ჯანსაღი კონკურენტია, კარგი, თორე შენ ახლა ფულს რო იხდი გელაბარკალაიას ფეხი მოაჭერიო, მერეს როგორ უნდა დაიძინო სახში, ხო? ან ფულს გადაიხდის ადამიანის შენს და საჩაგრავად, ისაც კაცია და არც ბიზნესმენი არადროს. თუ ბიზნესმენი ხარ, არ უნდა წახვიდე სახელმწიფო სამსახურში, უნდა იყო ბიზნესმენი და მოკვდე ბიზნესმენი, ხო? ახლა შენ პარლამენტიც გინდა, ჩაის გაყიდვაც გინდა, აქეთ ნაყინს ყიდი, იქით პერაშკს ყიდი, აქით ეს პროსტო მე ვერ გავიგი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ჯობია თუ ხარ ბიზნესმენი, უნდა იყო ბიზნესმენი რა. მოდი ნინი, თელ ჩვენს ვინც ჩვენგან ავტომობილი შეიძინა, ყველას უსურვო წარმატება, ვინც მომავალში შეიძენს, სახეზე იცნობს დათო ყველაფერს, მეც ხშირად ჩამოვდივარ, ხშირად ველაპარაკები ჩვენს მომხმარებელს და ისეთი რამ არ ყოფილა, რომ ჩვენ თავს ვერ გავართმევთ. გისურვებთ წარმატებას და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, როგორც ჩვენს გუნდს, ისე ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენი ჯერა და ჩვენი გუნდის ჯერა. გისურვებთ წარმატებას. ნახვამდის.